თათების იმედი ახალი სეზონით ბრუნდება. პროექტი, რომელმაც არაერთი ოთხფეხა მეგობარი გადაარჩინა, უპოვა მას საიმედო ოჯახი. სოფიო ბეროშვილი შემოგვიერთდა ახლა სტუდიაში. მოგესალმებით ილამშვიდობის. ჩვენ არაერთხელ გითქვამს და ახლაც მინდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, მათ რომ გონიათ რომ მას უდიდესი გუნდი აკეთებს. სინამდვილეში ამ ყველაფერს სოფიო მარტო უძღვება და მოდი მოგვიყევი ახალი სეზონი როგორი იქნება სოფიო. ილამშვიდობის კიდევ ერთხელ. დილამშვიდობის, ძალიან მიხარია ახალ სეზონზე, ახალი ისტორიებით და ახალი გეგმებით დაბრუნება. თათების იმედი, რა თქმა უნდა, ზაფხულის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ძალიან გადატვირთული ზაფხული და არდადეგები მქონდა. 20-მდე ძაღლის გადარჩენა მოახერხე, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს გაგაცნობთ და მათ ისტორიებს თათების იმედის შემდგომ სიუჟეტებში მოგიყვებით. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თათების იმედი მუშაობდა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე 3 თვის განმავლობაში. ვისარგებლებ ეთერი და დავაანონსებ, რომ საქართველოში ჩამოდის 10 პოლონელი ვეტერინარი, ჩემი მეგობრები, რომლებიც 17 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით მარნეულის მუნიციპალიტეტში 400 ქუჩის ძაღლს გაასტერილებს აცრის სოფლისაწინააღმდეგო ვაქცინით და ასევე გაუკეთებთ მათ კომპლექსურ ვაქცინას. ხო, მართლა დადუმებული გისმენ, იმიტომ რომ ეს ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი არის, ამ ძაღლებისთვისაც უმნიშვნელოვანესი ამბავი არის და მარნეულის მუნიციპალიტეტი რატო შეიჭრა პირველი ეს კითხვა გამიშთა რაოდენობიდან გამომდინარე. ამაზე მაქვს პასუხი. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმსჯელეთ თუ რომელი მუნიციპალიტეტი აგვერჩია და მარნეულის მუნიციპალიტეტი ავარჩიეთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ მარნეულში ჯერჯერობით არ არსებობს მუნიციპალური თავშესაფარი, სადაც მიუსაფარი ცხოველებისთვის სტერილიზაცია, კასტრაციის და სოფლისაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მოხდებოდა და სამწუხაროდ არ არსებობს ვეტერინარი და არც კერძო ვეტერინარული კლინიკა. შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტი ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის შედარებით ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან დაკავშირებით და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩაგვეტარებინა ეს დიდი საქველმოქმედო აქცია და ეს არ იქნება ერთჯერადი. ეს ადამიანები როგორ დაითანხმე, სოფიო, მე დარწმუნებული ვარ, მათ დიდი სიყვარული თავისთავად ავტომატურად ოთხფეხა მეგობრებს, მაგრამ თუმცა დარწმუნებული ვარ, მათაც ბევრი საქმე ექნება თავიანთ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათ უწევთ თავიანთი კლინიკების დროებით დახურვა. ერთ-ერთი ვეტერინარი, რომელიც ჩამოდის და მანქანით მოემართება საქართველოს იმიტომ რომ ჩამოიტანოს შესაბამისი ინსტრუმენტები, მედიკამენტები და ასე შემდეგ. 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა თავშესაფარში მუშაობდა, როგორც ექიმი ვეტერინარი და მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან დიდი სიხარულით ველოდებით და რაც ყველაზე მთავარი არის, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ისევ განახორციელებენ საქართველოში ვიზიტს და დაეხმარებიან ჩვენს ქვეყანას, რომ მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ჰუმანურად შევამციროთ და ამას რა თქმა უნდა დავახორციელებთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით და მარნეულის მერიასთან ერთად. რა ბედნიერება როცა არის სოფიო ბეროშვილი, რომელიც იცი რომ ნამდვილად არის აი ოთხფეხა მეგობრები სადარაჯოზე და აი ასეთ არაჩვეულებრივ პროექტებს სთავაზობს მოსახლეობას და ქვეყანას, ხო ძალიან მნიშვნელოვანია. მე ერთი შეკითხვა თუ შეიძლება სოფიოსთან, იმიტომ რომ უკვე სოლიდური პერიოდის განმავლობაში შენი რუბრიკა იმედის დილაში გადის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამოხმაურებაც საკმაოდ ხშირი და აქტიურია. შენ თუ ხვდები საზოგადოებაში პრეცედენტებს, სადაც თქვა შენმა საქმიანობამ რეალური შედეგი გამოიღო. არის თუ არა თქვა შედეგის მომტან ის, რომ ჩვენ ემოციურად ვიტვირთებით ხან პოზიტიურად და ხან ნეგატიურად თუ ადამიანების მხრიდან ჩადენილი სიკეთეების და ბოროტება შეიძლება არასწორი სიტყვა, მაგრამ დაუდევრობის ფაქტებზე უპასუხისმგებლობა, მადლობა ესეთ დახმარებისთვის. აქ თუ არა შედეგები ამ ყველაფერს, აი ამის დემონსტრირებას და იმ კონკრეტულ რჩევებს, რასაც შენ აკეთებ. ძალიან ხშირად ხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ ქუჩიდან აიყვანდნენ ცხოველს. მაგრამ ზუსტად თათების იმედის გადარჩენილი ცხოველები აყავთ ხოლმე, უჩნდებათ მათი დახმარების სურვილი, ასევე ყველაზე მეტად რაც მახარებს სწორი გადარჩენის და სწორი მოვლის საკითხებში ძალიან გაზრდილი არის ცნობიერება და უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება სტერილიზაცია, კასტრაციის პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ ჩემი ასე ვთქვათ საქმიანობის მხარდამჭერთა გუნდი წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენ უკვე 61,000 ავწვდით ჩვენს გვერდზე გამომწერებს და თითოეული მათგანი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფერში. ახლა კი გადავიდეთ სიუჟეტზე, თათების იმედი ლაგოდეხში იმყოფებოდა და ამის მიზეზი არის სოციალური ქსელის ვარსკვლავი ენოტი ცაცუნა ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ ცაცუნაზე მზრუნველ ადამიანებს და
მის გადარჩენის ისტორიას მოვყვებით. ნახოთ სიუჟეტი. რატომ აყრინა გავს გოგო? ნახე რა, ნახე დგას ეხლა და იქიდან წვერი დევს რამდენი და მაყრის ყველაფერს ზემოდან. რატო ჩამომიყარი ასეთი ვაშლებია? გამომაკითხა ქალო ამ დამპალმა, ამან რა იცოდა სადიყავი? გამომაკითხა ჭიშკართან. წაჭუნა. ეს ენოტი სახელად ცაცუნაა. ცაცუნაზე მზრუნველი თინა ყაველაშვილი გვიყვება, რომ უმწეო ენოტის ლეკვი დედასთან ერთად მისი ოჯახის მიწის ნაკვეთში შემთხვევით იპოვეს. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ლეკვს დედა ენოტი მიაკითხავდა. თუმცა დრო გადიოდა, ლეკვის მდგომარეობა მძიმდებოდა. დედა კი არსად ჩანდა. ამიტომ გადაწყვიტეს პატარა ლეკვს თავად დახმარებოდნენ. როგორც გვეგონა, რომ იქნებოდა ეს კნუწილსავით და ლეკვისავით მარტივი გასაცდელი, საერთოდ არ აღმოჩნდა ესეთი. ვაი. ნუბლაჟო, ბებო, ნუბლაჟო. მოყვანიდან 3 დღის მანძილზე დაახლოებით ცოტა მეტი შეიძლება, საერთოდ ვერ ღებულობდა საკვებს. ვიცოდით რაც უნდა გვეჭმეათ ლაქტოზორზე, იმიტომ რომ ლაქტოზას ვერ ინელებენ, მაგრამ რწოვის რეფლექსი ჰქონდა თვითონ დაკარგული, ამიტომაც ძალიან გაჭირვებით გაიზარდა. თინამ გითხრა, რომ ლაგოდეხი ენოტებისთვის ბუნებრივი საცხოვრებელი და გავრცელების არეალია. შესაბამისად, ენოტის ლეკვის აღმოჩენა მათ არ გაკვირვებიათ. წამოზრდის შემდეგ ცაცუნასთვის არც თავისუფლება შეუზღუდავთ, მაგრამ გარეული ცხოველი იმდენად მიეჩვია თავის გადამრჩენლებს, რომ საკუთარი ნებით აკითხავდა და ატარებდა მათთან გარკვეულ დროს. ამიდოს ვგავი 1 საათია ვჭიდაო. აი. ეხა მოეთრევა. რა გინდა გოგო, რა გინდა? მეხმარება. როცა უნდა და მაშინ მოდიოდა სახლში, გამოკეტილიც არასოდეს არ ყოფილა, არც ვოლიერში, არც სახლში. დედას ეხმარებოდა ბოსტანში, დღის გარკვეულ ნაწილს იქ ატარებდა, თან ეხმარებოდა რაღაცების გამოკრეფაში. ასე უნდა აღნიშნო, რომ არის პირდაპირ გაგებით მენაგვე, ყველაფერს ჭამს, რაც შეიძლება, არ შეიძლება. ამიტომ ძალიან ზარას გვაყენებდა, კიტრები გამოჭამა, პამიდრები გამოჭამა, იცოდა რაღაცების გამოკრეფა და ისე დატოვება. თინა ხშირად ავრცელებდა სოციალურ ქსელში ცაცუნასთან თანაცხოვრების ამსახველ კადრებს. სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი ყოველდღე ელოდა ენოტის გამოჩენას. თუმცა აგვისტოს თვეში ენოტი ცაცუნას დატყვევების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროში ანონიმური საჩივარი შევიდა. ოჯახს ბრალს დებდნენ გარეული ცხოველის დატყვევებაში. მოვიდნენ გარემოს დაცვიდან, ნახეს რომ ენოტი არ იყო დატყვევებული, მაგრამ კანონმდებლობის გათვალისწინებით აუცილებელი იყო მისი დროებით გადაყვანა ზოოპარკში. ჩვენივე ხელით გამოვუყვანეთ, ჩავუსვით მანქანაში და გავატანეთ. ცაცუნამ ზოოპარკში 2 დღე გაატარა, სანამ საქმის ვითარებაში გაერკვეოდნენ. სოციალურ ქსელში კი ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. პატარა ენოტის გულშემატკივრები ცაცუნას ოჯახში დაბრუნებას ითხოვდნენ. მათ ბანერიც კი შექმნეს, სადაც ენოტი ცაცუნა იყო გამოსახული და ეწერა: დააბრუნეთ ცაცუნა. ენოტის დაბრუნებამდე სოციალურ ქსელში ვნებათა ხელვა არ წყდებოდა. უპრეცედენტო შემთხვევა იყო იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერა ვიგრძენით და ბევრი ადამიანი დაგვიდგა მხარში. ძალიან ბევრი ადამიანი რეკავდა სამინისტროს ცხელხაზე, ითხოვდა საქმის ბოლომდე სრულფასოვნად გამოძიებას, ჩვენთვის ფლობელობაში გადმოცემას, რადგან ამ ხალხმა იცოდა, რომ ცაცუნას ჩვენთან არანაირი საფრთხე არ მოელოდა, ცხოვრობდა თავის ბუნებრივ პირობებში, ძალიან თავისუფლად. ასეთი უპრეცედენტო შემთხვევების გამო, რადგან ამდენი ადამიანი დაგვიდგა მხარში, მოხდა სამინისტროს მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება და ცაცუნა გადმოგვეცა ჩვენ მუდმივ მფლობელობაში და ზრუნვის ქვეშ. მე გავხეხავ ყველაფერს, გამომართვა ჩოთი, საპონი, ყველაფერში ყოჩაღია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარეული ცხოველების და ფრინველების დატყვევება აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულია. აღსანიშნავია, რომ ცაცუნა ცხოვრობს მისი სახეობისთვის ბუნებრივ გავრცელების არეალში და ის დატყვევებული არ არის. ცაცუნა თავისუფლად გადაადგილდება და ყოველდღე შებინდებისას საკუთარი სურვილით მიდის ოჯახში, სადაც ის გადაარჩინეს. საფრთხე არ ემუქრება და უყვართ. ერთი ცხოველის გადარჩენით სამყარო არ იცვლება, თუმცა იმ ერთისთვის იცვლება მთელი სამყარო. ჩვენ თათების იმედი ვართ. შენზე იძახიან, მავნებელი არიოგო, შევისი მავნებელი ხარგო. ჩემომზე ჩემო იმედო. ой, მოდი ქალო. დაგიკოჯნა დედიკო. ეგზოლიანი კუდიზე ძირი გოგო. მომენატრე ჩამგვეთრია.
დასაყვანელი ვიდეო იყო ბოლო განსაკუთრებით. საცუნა. უსაყვარლესი ცაცუნა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ გარეული ცხოველების და ფრინველების დატყვევება არის დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაული და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით და თუ კი ჩვენ ვიპოვეთ გარეული ცხოველის ნაშიერი ან ბარტყი, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შევატყობინოთ მათ. ცაცუნას შემთხვევა კი არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ცაცუნამ თავად გადაწყვიტა, რომ მიაკითხოს ხოლმე თავის გადამრჩენელებს, რადგან ძალიან უყვარს და ენდობა ეს ოჯახი. თუმცა არის თავისუფალ გარემოში, როგორც რა თქმა უნდა, თავის ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, თავისი ბუნებრივი გავრცელების არეალში ცხოვრობს და საკუთარი ნებით აკითხავს თავის გადამრჩენელებს. და კიდევ ერთხელ უნდა დავაანონსო შემდეგი ჩვენი რუბრიკების თემა. როგორც იქნა ჩვენ გვაქვს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჩვენს 4 ფეხებთან დაკავშირებით კანონი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით და ჩვენს მაყურებელს შემდეგ სიუჟეტებში დეტალურად მოვუყვებით თუ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რას ითვალისწინებს კანონი, რომელიც შემდეგი წლის იანვრის თვიდან ამოქმედდება. ძალიან დიდი მადლობა სოფო, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად გვაბედნიერებ მართლა შენი რეპორტაჟებით და გადარჩენილი ცხოველების შესახებ გვიყვები, არამედ ამასთანავე მგონია, რომ საგანმანათლებლოც არის ყოველთვის შენი რეპორტაჟები და ძალიან ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ. დიდი მადლობა ამისთვის, წარმატებას გისურვებ და დაველოდებით შემდეგ ხუთშაბათს უკვე.